აბატონო, მოვედით, გისმეთ, აბა შენიცი. კი ბატონო, დღეს თქვენი და ჩვენი მაყურებლის ყურადღებას შევაჩერებ ახალ კვლევაზე, რომლის შედეგებით ცოტა ხნის წინ გასაჯაროვდა და რომელიც ჩაატარა მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა და რომლის მიხედვითაც ბოლო პერიოდში საგრძნობლად იმატა არამწეველ ადამიანებში ფილტვის სიმსივნის შემთხვევებმა. საყოველთაოდ ცნობილია და ამაზე არაერთხელ გვისაუბრია ჩვენს ეთერშიც, რომ რა თქმა უნდა თამბაქოს მოხმარება ზრდის იმის რისკებს, რომ ადამიანებს განუვითარდეთ ფილტვის კიბო. თუმცა დღევანდელ გადაცემაში, დღევანდელ ჩემი მოხილვაზე უშუალოდ შევეხები არამწეველ ადამიანებს და ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ამ შემთხვევაში არამწეველების დროს აი ეს ფილტვის სიმსივნეების ზრდა. სწორედ ეს კითხვა აწუხებდათ მკვლევარებს და მათ გადაწყვიტეს, რომ ჩაეტარებინათ კვლევა და ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ისინი, რომ არამწეվել ადამიანებში ფილტვის სიმსივნის რისკების ზრდა შესაძლოა გამოიწვიოს ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელმა და არის ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული თურმე. და მოდით კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რომ ფილტვის კიბო კვლავ ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დაავადებად რჩება. საინტერესო არის ამ მხრივ, რა თქმა უნდა, სტატისტიკაც, უფრო ზუსტად კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ის ყოველწლიურად თითქმის 2 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს იწილავს, რაც დამეთანხმებით, რომ საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი არის. ახლა რაც შეეხება უშუალოდ კვლევას, კვლევის მიმდინარეობისას სპეციალისტებმა შეისწავლეს ბოლო 19 წლის განმავლობაში აღრიცხული სიმსივნის შემთხვევები და აი ამ დაკვირვებამ და შესწავლამ აჩვენა ასეთი რამ, რომ ბოლო პერიოდში საგრძნობლად იმატა არამწეվել ადამიანებში ასე ვთქვათ ფილტვის სიმსივნის ერთ-ერთმა სახეობამ, რომელიც არის ცნობილი როგორც ადენოკარცინომა. და მოდით განვუმარტოთ ჩვენს მაყურებელს, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ადენოკარცინომა გახლავთ სიმსივნის სახეობა, რომელიც ჯირკვლებიან უჯრედებში ვითარდება, თუმცა მას აქვს უნარი, რომ განვითარდეს და გადავიდეს, ასე ვთქვათ, სხვა ორგანოებზეც. ეს შეიძლება იყოს თავის ტვინი, ღვიძლი, ლიმფური კვანძები, ძვლები და ასე შემდეგ. და სწორედ იმიტომ, რომ მას აქვს აი ეს უნარი, რომ მთლიანად მოეტოს, ასე ვთქვათ, მთელს ორგანიზმს, ამის გამო ის ითვლება ავთვისებიანი სიმსივნის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ და საშიშ ფორმად. მიუხედავად იმისა, რომ მისი ერთ-ერთი და ხშირი გამოწვევი მიზეზი თამბაქოს მოხმარება შეიძლება გახდეს, სიმსივნის ეს კონკრეტული სახეობა არამწეվել ადამიანებში საკმაოდ ხშირად გვხვდება. მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის თქმით, სწორედ დაკავშირებული არის ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის ზრდასთან და ძალიან საინტერესო არის ის, რომ როგორც კი გასაჯაროვდა აი ამ არამწეվել ადამიანებთან დაკავშირებით კვლევის შედეგები, პარალელურად ძალიან საინტერესო კვლევა დაიდო ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელთან დაკავშირებით და სანამ უშუალოდ ამ კვლევას მიმოხილავდა, მანამდე ვეტყვი ჩვენს მაყურებელს, რომ მეცნიერებს მოჰყავთ აღმოსავლეთ აზია და განსაკუთრებით ჩინეთი ამ ყველაფრის დასამტკიცებლად, ასე ვთქვათ და ასეთ რამეს ამბობენ ისინი, რომ აი მაგალითად მიუხედავად იმისა, რომ როდესაც თამბაქოს მოხმარება მცირდება, რა თქმა უნდა რისკიც მცირდება, რომ განვითარდეს ფილტვის სიმსივნე, თუმცა არამწეվել ადამიანებში უკვე აი ამ ფილტვის სიმსივნის განვითარების, ასე ვთქვათ, მიზეზი ხდება ხოლმე ჰაერის დაბინძურება და ამის ნათელი მაგალითი არის სწორედ აღმოსავლეთ აზია და განსაკუთრებით კი ჩინეთი. ასევე ძალიან საინტერესო არის ამ მხრივაც სტატისტიკა, იმიტომ რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჰაერის დაბინძურება მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება ხოლმე. და ის საინტერესო კვლევა, რომელიც წეღან ვახსენე, ეხებოდა იმას, რომ ჩვენ როგორც ვთვით ურბანულ გარემოში ძირითადად აი ეს ჰაერის დაბინძურება დაკავშირებული არის დიზელის გამონაბოლქვთან და ამაზე არაერთი კვლევა არის ჩატარებული. თუმცა ახალმა კვლევამ, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა ჩაატარეს, ასე გაერთიანდნენ, აჩვენა, რომ თურმე აი ამ დიზელის გამონაბოლქვზე მეტად ჰაერს აბინძურებს მუხრუჭების გაცვეთით შედეგად წარმოქმნილი მტვერი თურმე. და უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ აი ამ მტვერის, რომელიც წარმოიქმნება მუხრუჭების გზის საფარის ცვეთის შედეგად, ეწოდება არაგამონაბოლქვი ემისიები, ასე ვთქვათ და ასეთ რამეს ამბობენ მეცნიერები, რომ ის ბევრ ევროპულ ქვეყანაში, ასე ვთქვათ, გამონაბოლქვზე უფრო მეტ პრობლემას ქმნის და საინტერესო როგორ მივიდნენ ამ შედეგამდე მეცნიერები, მათ ჩაატარეს ასეთი ექსპერიმენტი, ლაბორატორიაში შექმნეს ფილტვის ლორწოვანი გარსის მსგავსი რამ და სწორედ აი შეადარეს რამდენად ახდენდა მას
მიზეზზე გავლენას უშუალოდ დიზელის შედეგად მიღებული გამონაბოლქვი და მუხრუჭების ცვეტის შედეგად და რა თქმა უნდა რისკები ორივე შემთხვევაში არის საგრძნობლად მაღალი, თუმცა თუ შევადარებთ ერთმანეთს, მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ აი ამ მუხრუჭების ცვეთის შედეგად წარმოქმნილი მტვერი საგრძნობლად ზრდის ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელს და ბუნებრივი არის, რომ უფრო მეტად აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას და ამ შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა ვსაუბრობთ ფილტვის სიმსივნეების გაზრდილ რისკზე. თუმცა Anchiko მინდა გითხრა რომ სასიხარულო ინფორმაციით მინდა დავასრულო ჩემი დღევანდელი მიმოხილვა როგორც ჩვენ აღნიშნე. საინტერესო არის რომ ამ საკითხზე მუშაობა არის უკვე დაწყებული. უფრო ზუსტად კი როგორც თემაზე მუშაობის აღმოაჩინა 2026 წლის ნოემბრიდან შემოვა ახალი სტანდარტები და რეგულაციები, რომელიც აი მუხრუჭის ცვეთის შედეგად წარმოქმნილ მტვერს და გამონაბოლქვს ასე ვთქვათ შეამცირებს. და საინტერესო არის ის რომ რატომ არის ხომ ასეთი საწიანო ალბათ და ჩვენს მოყურებელს შეკითხო და თქვენს რომ აი რატომ მაინც და მაინც მუხრუჭები. იმიტომ რომ თურმე მუხრუჭებში იყენებენ დიდი რაოდენობით სპილენძს. შესაბამისად ის მისი ცვეთის შედეგად უფრო მეტი სპილენძი გამოიყოფა და ამიტომ არის უფრო მუხრუჭების დროს გამოიფრქვევა აი ეს რეაქციაში შესული სპილენძი და შესაბამისად აი ეს აზიანებს უფრო მეტად გარემოს. ის ახალი რეგულაციები, რომლებიც ძალაში შევა უკვე 2026 წლის ნოემბრიდან აი ამ სპილენძის შემცველობა საგრძნობლად შეამცირეს, ბუნებრივია წარმოებლებსაც ექნებათ დაწესებული გარკვეული მოთხოვნები, რომელიც მათ უნდა დაიცვან. ასევე საინტერესო არის ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში, ასევე კალიფორნიის შტატებში უკვე არის, ასე ვთქვათ, ამოქმედებული ეს რეგულაციები და მომავალშიც იმედოვნებენ, რომ ამ მხრივ მივიღებთ უკეთეს შედეგს. მნიშვნელოვანი არის ის, რომ უკვე იციან მეცნიერებმა მიზეზი თუ რა ზრდის, ასე ვთქვათ, გამონაბოლქვთან შედარებით აი ამ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელს და იმედი ვიქონიოთ, რომ როდესაც უკვე რეგულაციები აქტიურად ამოქმედდება და შევა ძალაში, უკვე შედარებით უკეთეს სურათს მივიღებთ ამ კუთხის შემცირდება. ნიკო და იმედი ვიქონიოთ კიდე რომ ვისაც უყვარს სწრაფად სიარული მანქანით გადაადგილება, მძღოლებს გულისხმობ ამ შემთხვევაში კიდევ ერთი გარდა იმ სხვა საფრთხეებისა, კიდევ ერთი საფრთხის შესახებ ვამცნეთ, რომ ჩვენც გვაზიანებთ ბატონო გარდა იმ სტრესისა, რასაც უცბად შეიძლება წავაწყდეთ ხოლმე, ძალიან გთხოვთ, არსებობს ამისთვის კონკრეტულად გამოყოფილი ადგილები და იქ რაღაცნაირად განათავსეთ თქვენი მანქანები და თქვენი ემოცია იქ დახარჯეთ, რადგანაც უქმნით საფრთხეს. შეუწყოთ ხელი იმას, რომ გარემოს და ეკოლოგიას, დიახ. გარემოში ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა.